შემთხვევა თემქაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა იმის გამო, რომ 72 წლის ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა, მისმა ახლობლებმა ნუნუ ზაკალაშვილის გარდაცვალების მკვლელობის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყვეს, რაც ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა, მისი ახლობლები მოვიდნენ სახლში, შეამტვრიეს სახლის კარები და აღმოაჩინეს ის მრავლობითი ჭრილობებით სახლში, კერძოდ აივანში, უკვე გარდაცვლილი. გამოძიების ინფორმაციით უკვე დაკავებული არის ბრალდებული, რომელიც ამავე მიმდებარე ადგილას ამავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც გარდაცვლილი მსახიობი ცხოვრობდა. ის არის 25 წლის ახალგაზრდა და გამოძიების ინფორმაციით ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ასევე გამოძიების ინფორმაციით მან, როდესაც ეს მკვლელობა ჩაიდინა, იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. დანაშაული გავაღეთოთ, პირქვე ჩაგდებული, ჩაცმული კი იყო. ხელი აღარ შევახეთო, იმ წუთში გადავრეკეთ პატრულობაში, მოსულან საპატრულოდან, რა ვიცი, გამოძიებელი ქვეყანა ვიღაცები და სასწრაფოც. ხელი არ ახლოთ არაფერს რომ გამოდითო. მოკლეს სახლში. სხვა ისეთი მოტივი და მიზეზი მე მგონი არც არავინ არ იცის. გამოძიება 100 მერვე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე მკვლელობას გულისხმობს.